ყველაზე უფრო ესეთი მთავარი და მნიშვნელოვანი თემით. არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოშიც, მაგრამ საქართველოშიც ხო ვისაუბრებთ პროპაგანდაზე და როგორ მუშაობს პროპაგანდა და რეალურად ხო არ ვიცი. 21 საუკუნის ყველაზე სასტიკი იარაღი ნამდვილად და ძალიან საინტერესო სტუმრები ყავს დღეს ეთერში. პაატა პაპავა, ჯგუფი ფარი, განათლების ექსპერტი და ვასილ გოგოლაძე, პოლკოვნიკი, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ და ხო აი ამ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ ყველა ძალიან კარგად ვიაზრებთ, განსაკუთრებით დღეს, როდესაც აი ამ ძალიან ესეთი უშუალო ფიზიკური რაღაც რამდენიმე დღიანი გადაბმული ძალადობის შემდეგ თითქოს გაჩერდნენ, თითქოს არაფერი, მაგრამ ყველანი ვგრძნობთ, რომ რაღაცა პროპაგანდისტული მანქანები კიდევ უფრო გააძლიერეს და მნიშვნელოვანი ალბათ საზოგადოებაში უფრო მეტად ცნობიერების ამაღლება თუ როგორ მუშაობს პროპაგანდა და ხო აი რა არ ვიცი, დავიწყოთ აქედან. აი პირველ კითხვას დავსვათ, პროპაგანდასთან დაკავშირებით ერთ-ერთი საყვარელი თემა არის და რა არის მთავარი ძალა ამ ქართული ოცნების მიერ შემუშავებული პროპაგანდის, ანუ რა არის ყველაზე მეტად რაზეა გათვლილი და შეიძლება ითქვას თუ არა რომ რაღაცნაირად ახლა ამ პერიოდში მათ პროპაგანდა მოძველდა. მოდით მე ცოტა სხვა კუთხით ეფექტურია. ცოტა სხვა კუთხით დაგანახებთ საკითხს. კი ბატონო, ჯობია და უფრო ჩემი აზრით სხვა ფურცლიდან გადავშალოთ ეგ წიგნი. კი ბატონო. გებელსი რო ახსენეთ, ზუსტად პროპაგანდამ როგორც იარაღად ჩამოყალიბებამ, ზუსტად წინა საუკუნის დასაწყისში დაიწყო. წარმოვიდგინეთ, რომ საუბარში ხშირად გამოგვიყენებია სიტყვა აგიტაცია პროპაგანდა. 2000 აგიტაცია. არ დაფიქრებ უყურებთ რატომ? რატო? ნუ ეს სხვადასხვა რამეა. აბსოლუტურად სხვადასხვა რაღაცაა. აგიტაცია იყო პროპაგანდამდე სინამდვილეში. ანუ აგიტაცია არის, როდესაც შენ მოუწოდებ ჭეშმარიტად სწორი მიზნებისთვის და უშუალოდ აგიტატორი გჭირდება, რომ მოხალისე წამოვიდეს, ჩაეწეროს მოხალისეთა ბატალიონში და წავიდეს დაიცვას სამშობლო. ეგ აგიტაციაა. და ძალიან თეთრი საქმეა მოდი. ლეგალურია მოკლედ. ხო, რა, ლეგალური და დაფასებადი. ღიად საუბრობ პრინციპში რაღაცაზე, რისიც მართლა გჯერავ. და არ წმუნებ, აგიტაცია ეგ არის. რაც შეეხება პროპაგანდას, პროპაგანდა ცოტა სხვა ხის ნაყოფია, თუმცა დაახლოებით გავს. პროპაგანდის შემქმნელი, აი როგორც ჩამოყალიბებელი და შემქმნელი, მოიაზრება ხოთაშორის გებელსი. რომელმაც ეს იარაღი დახვეწა, გაალამაზა, გააპრიალა და თავის სახელმწიფოს საქმეში ჩააყენა. მაგას ხოთაშორის არც საბჭოთა კავშირი ჩამორჩა და ერთ საინტერესო ფაქტს გეტყვით, გიტლერის პირად მტრად ვინ იყო გამოცხადებული თუ იცით? ლევიტანი. აი, სომიფორნფიუროს ცნობებს რო კითხულობთ. პირად მტრად იყო გამოცხადებული და ზუსტი საინფორმაციო. იმიტომ რომ ანტიშიქავრი პროპაგანდა იყო. ერთი პროპაგანდა, მეორე პროპაგანდა კომპლიმენტი იყო. ხო და მოდით აი ახლა მე თქვენთან ასე ვთქვათ კონსპექტით მოვედი. კი ბატონო. აი ილომ რა მაგალითის თქვა, მე დაახლოებით იმ მაგალითის მივდივარ. კი ბატონო. ჩამოგითვლით ახლა 13 პრინციპს და მეთოდს გებელსის პროპაგანდის. და თქვენ მოდით მითხარი. ეს არის გებელსის 10 მცნება, ასე ვთქვათ. არა, 13 მცნება. 13 მცნება ვთქვით. 13. კაგრას იმას ემთხვევა კაგრას. ასე ვქია. 13-იც და ნუმეროლოგიასაც თუ გავუყვებით. პირველი გებელსის პროპაგანდის პირველი და ერთ-ერთი მთავარი იყო დიდი ტყუილის პრინციპი. რაც უფრო სიგიჟეა. რაც უფრო დიდ ტყუილს ამბობ, უფრო იჯერებს. მაგალითად გლობალური ომის პარტია. არა მარტო. არა მარტო, ბევრი რაღაცები. მაგალითად. მეორე პრინციპი, რომელიც ასევე დღევანდელ როგორც ამბობთ ქართული ოცნების პროპაგანდაშია. მე ჩავიდეთ ბოლოს ვის პროპაგანდის მეთოდია. მარტივი მესიჯი. ომი გინდა? ესეთი ეფექტური და კონკრეტულად საკმაოდ მძიმე და ისეთი თან, ხო, საშიში ძალიან. მეორადი მტრის შექმნა. გლობალური ომის რაღაცა კიდე რაღაცებს ამბობენ ხოლმე. რა თქმა უნდა, გლობალური ომის პარტია, აქ ლოკალური ომის პარტია, იქ გლობალური ომის პარტია. არა, ლოკალური ლიბერალური ფაში. ხო. შიშის გაღვივება. Hello. მუდმივი გამეორება.
აუცილებლად. ეს ბატონმა ბიძინემაც ინტერვიუში აღნიშნა, რომ რაც უფრო ხშირად ამბობ, მით უფრო მე ხშირად გამეორებული ტყუილი ხდება სიმართლე. დეзинფორმაცია და ცენზურა. უარგესნობათ. ეკა ძირითადად ამით არის დაკავებული, ამიტომ. ემოციური манипуляция. კი ბატონო. სისხლიანი კადრების ჩვენება. კი ბატონო, ტრამვებზე თამაში. ქვეცნობიერის აკაუდიუმის პარტია პრინციპს ქვია ჩვენი და მათი დაპირისპირება. კოცები, ნაცები, კოცები. ხო რა. ნაცი ხარ, რაღაცა ნაცი ხარ. წარმატების დემონსტრირება. ციხესიმაგრეა. წარმატების დემონსტრირება. რომ აი ღირსებით ევროპის. კი, თუნდაც. არა, ეგ მცირებად რაღაც მიხსევა რო არ აი ჩვენ. არა, ეგ არის წარმატებამდე, წარმატების დაანონსებაა ეგ და. არა, წარმატების არის ღირსებით რომ მე შევა. მუდმივად ჟღერდება. ხო, აი ჩვენ გავაოცეთ ევროპა. აი ჩვენ გუშინ დავდგეთ ხე. მეორე დღეს ჩვენ გუშინ წინ ხე დავდგეთ. ჰეროიკული ეფექტები რა. ხო. მტრის დისკრედიტაცია. ყველა გზით მიმართული რომ იგივე რუსული კანონი ეგრეთ წოდებული. ვინც ჩვენთან არ არის იმათი აგენტია მოსყიდულები არიან. შეჩევითი სიმართლე და სამართალი ჩვენ წინა ბლოკში იყო საუბარი. კი ბატონო. საზოგადოებრივი მხარდაჭერის სიმულაცია ხო არ გეცნობათ? ჩაწერილი ტაშები. კი ბატონო. ხალხის მიყვანა. კი ბატონო. ხელოვნური კრიზისის შექმნა. ეგეც ცხოვრობთ ამაში. ბოლოა. მე მინდა გითხრათ, რომ ისეთი თანმიმდევრობით არის ყველაფერი პროცესი წარმოებული, რომ ცოტაც და ქართულოს დებას კომპლიმენტს ვეთქვი. იმხელა. ბრავო, ხუთი ენაზე შესრულებული. ტრაგიკული თემაა, მაგრამ სწორედაც რომ შემდგარი პროპაგანდისტული კი, კარგად შესრულებული. გაკეთებული. დიახ, ამიტომაც ამჯერად სამწუხაროდ აი და ტრაგედიაც ეს არის რა. ეს მხოლოდ მათი დამსახურება არ არის, მაგრამ როდესაც შედეგს მიაღწევენ, რა მნიშვნელობა აქვს ეს ვისი მეცადინეობით, ან თქვათ ვისი გათვლით და სად რომელი რაღაცა ქვეყნიდან რომელი ის გადმოიტანეს აქ და გადაარემიქსეს, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც ზიანი უკვე მიყენებულია ვისგან და წყაროებს უკვე ეკარგება აზრი, ერთადერთი ალბათ იმ კონტექსტში, რომ მომავალში არ დაუშვათ ეს შეცდომები და ფხიზლად ვიყოთ. საერთოდ აი ბატონობა და როგორ შეიძლება თანამედროვე ეპოქაში, აი ჰიბრიდულ ომში ადამიანმა, ასე ვთქვათ, გადარჩეს თუნდაც ამ საინფორმაციო ველში, იმიტომ რომ რეალურად მას თან ხო, იმიტომ რომ აი მენტალობასაც პირდაპირ უთყავს, იმიტომ რომ პროპაგანდის მიზანიც სწორედ ერთ-ერთი ესაა, როგორ შეიძლება თანამედროვე ადამიანი ამას გადაურჩეს. პატარა წინა ისტორიას, პატარა ისეთ შესავალს გავაკეთე. მე ვარ განათლების სპეციალისტი, თქვენს ასე წარმოგიდგენთ და ძირითადად, რა ვიცი, განათლებას დავუქვემთ ის ყველა დონის, ყველა ასაკის დაწყებული სკოლამდელი ასაკის ბავშვები და დამთავრებული დასრულთა განათლებით უამრავი პროექტის, სარეფორმო პროექტების აქტიური მონაწილე ვიყავი ყოველთვის და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი არის კრიტიკული აზროვნების პროგრამა. რომელიც რამდენიმე ადამიანმა წამოვიწყეთ საქართველოში. ეს არის აი 90-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული და აი წლების განმავლობაში უამრავმა ადამიანმა ძირითადად სკოლებში და უნივერსიტეტებში მუშაობდით და ეხლა მიხარია ძალიან რომ ის ახალგაზრდები რომლებიც ჯანსაღად აპროტესტებენ იმას რაც გასაპროტესტებელია აი შეიძლება რაღაც პატარა წვლილით აი ეს კრიტიკული აზროვნების ელემენტები შეიძლება რაღაც სავარჯიშოები აქვს თავის დროზე ნაკეთები რომელიღაც კარგმა ყოჩაღმა მასწავლებელმა აი მართლაც შეიტანა და ბავშვებთან ხო ის ვარჯიშის საქმეა ყველაფერი რა ესე იგი რასაც გაავარჯიშებ ის მე ჩვევაში გადაგდის და ის შემდეგ ხო ფსიქიკის რაღაც და ქცევის ბუნებრივი მდგომარეობა ხდება კრიტიკული აზროვნება არის ერთ-ერთი მთავარი ნუ აი ამას ვამბობთ და ერთ-ერთ წინა ეთერში ვთქვი ძალიან ისე მინდა კიდევ ერთხელ მივუბრუნდე ამ თემას რომ ერთი სერიოზული დიდი ახალი ტალღაა საჭირო და არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში მაშინ ჩვენ დასავლეთი გვეხმარებოდა ძალიან და აი ეს მეთოდები აქტივობები, პრაქტიკები ჩამოქონდათ, გვიზიარებდნენ, რაღაცას გვანერგინებდნენ, მონიტორინგს ვაკეთებდით მე ერთად. ახლა როცა ის კოლეგები, იმ კოლეგებთან, ხო, დღეს ძალიან გაადვილებულია კომუნიკაცია მაშინდელთან შედარებით, როცა ჩვენ გვაქვს მიმოწერა აი ესეთი აქტიური ძალიან იმ ადამიანებთან, აი disaster პირდაპირ მეუბნებიან და ის კი არ არისო, რაც თქვენთან ხდება. ჩვენთან შეიძლება უარესი იყოსო, ახლა აქეთ რო ჩამოხვიდეო, ხო, აი კონტინენტიდან კონტინენტზე მაშინ სხვა მიმართულებით ვრცელდებოდა და ესე იგი განიტოტებოდა ეს ყველაფერი. ახლა არანაკლები არის ვაკეთე თქვენ თავიდანვე თქვით ეს.
ძალიან ბევრს ფიქრობ, აი ახლა რა შეიძლება, უკვე როცა აი ამ კონტექსტში ვარ და ჩაძირულები ვართ ამ ამბავში და აი ამ ხარხნებით ვიბომბებით პირდაპირ, ხო? აი პროპაგანდისტული მესიჯებით, აი რა შეიძლება გააკეთო ისიც და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იქ არის მეთოდები, ხო და ამაზე იწერება ბევრი და ბევრ საიტზე შეიძლება ნახვა და უამრავი მასალა არსებობს. ძალიან მიხარია რომ ქართულ ენაზე არიან ადამიანები, რომლებიც თარგმნიან, რაღაც რილებს აკეთებენ, ვიდეოებს წერენ, ხო და ამას ცხადია ვაშეარებთ და ეს ერთ-ერთი არის, რომ ისევ იმ იარაღით დაუპირისპირდე, რომლითაც აქეთ ხო შეტევაზე გადმოდის. და ესე იგი აი ამ ნაღმებს რაღაცნაირად ესეთი განეიტრალო ეს ამბები, მაგრამ ერთ-ერთი მთავარია ცოტა სიღრმისეულად თუ წავალთ მართლა და თუ კარგად შევიხედავთ რას აკეთებს რა ძირითადი მექანიზმებით, აი საკვანძო მექანიზმები რა არის, სად დევს ეს ნაღმები, სად მუშაობს პროპაგანდისტი და სად იწვევს ჩვენი ცნობიერების, ჩვენი ემოციების, სად აფუთფუთებს, ხელებს და იმას. ხო, სადამდე შემოდის შიგნით აღწევს ბოლოს. და არ გაგიკვირდეთ ახლა, ერთ-ერთი ცნობილი მეთოდი პროპაგანდის არის ცნებებით მანიპულაცია, სიტყვებით თამაში, სიტყვების წართმევა და მათი რაღაც საბოლოოში გახვევა. ფალსიფიცირება, ტერმინები, შვიდობით რომ მანიპულირებენ კრიზისში. პირველად რომ გავიგონე სიტყვა რომ თუ შენ ომი არ გინდა და ტრადიცია გინდა, მაშინ და ხე პოლიტიკური პროპაგანდა ვიცით რაზეც არის, ხო? თავარი ის არის რომ ეს არის, თორე ასე განათლებაც ინფორმაციის მიწოდებაა, მაგრამ პროპაგანდას ვერ დაარქმევ. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ემსახურება, ხო, რაღაც ინფორმაციის მიწოდებას და რაღაც ესე იგი შეხედულებების ჩამოყალიბებას და ქცევების ფორმირებას, მათ შორის არის უზარმაზარი განსხვავება. რა არის თავარი და დიდი განმასხვავებელი? თავარი განმასხვავებელი არის განზრახვით ჩაფიქრებული, მოფიქრებული და მომზადებული მანიპულაცია, რომელმაც შენი პოლიტიკური შეხედულება ან სვლა უნდა გამოიწვიოს. მაგალითად, აირჩიე მშვიდობა, ან მიეცი ხმა და ასე შემდეგ. ხო, შეეკამათე ვიღაცას რაღაც ესეთი არგუმენტით და ასე შემდეგ, არა? თავარი, სადაც მივდივართ არის და ეხლა ის ერთი სიტყვა მინდა რომ უკან წავართვა. ესე თავხედობა უნდა ჩავიდინო, ეხლა პოზიტიური ჩემი აზრით ძალიან. აი ღირსება, რომელიც ასე აკენწლეს ეს სიტყვა და აი ძალიან ცუდად გაახვიეს და აბებად გვაყლაპეს და ერთ-ერთი სხვა შორის ცნობილი მეთოდი არის, კარგი შედარებაა ძალიან. აი ზოგჯერ წამალს, რომელიც ძალიან მწარეა, ხო? კაფსულაში ტკბილ საფარველს განსაკუთრებით პატარა ბავშვებისთვის ან აი ცხოველი როცა არიღებს, ხო, აბს და არა დაუცილებლად უნდა მიიღოს, იქ რაღაც მურაბაში ამოავლებ, არა, რაღაც საბურველში გაახვევ და მე თუ ახლა სპეციალური ფიზიოლოგიური განათლება არ აგაგდა ისე რაღაც ბიოლოგი ან მედიკოსი არ ახარ, არ იცი, ხო, ახლა თავის გზაკვალს ის აბი რას აკეთებს, მე ამის შემდეგ და რომელ ორგანოზე რაზე მოქმედებას ახდენს, რა გავლენას ახდენს, ხო, ფუნქციონირებაზე არ იცი. აი ასეთ კაფსულებს შეგვიძლია, ასეთ აბებს, ტკბილ საბურველში გახვეულ აბებს შეგვიძლია შევადაროთ, აი ის გავლენა, რომელიც რაღაცაშია გახვეული, შენ შეიძლება რაღაც ესეთ მარტივ პრიმიტიულ სიამოვნებას განიჭებს, ან რაღაც ტრაუმულ იმას ხო გიხსნის, სპაზმს გიხსნის, ან შენს რაღაც ძველ შეხედულებებს ესე ხო ეფინება კარგად და ასე შემდეგ, ან მეზობელთან კამათში გაძლიერებს. ასეთ მარტივ პრიმიტიულ თამაშებში მოდი შევხედოთ ამას როგორ გექცევა ამ დროს მანიპულატორი და ის ინფლუენსერი, რომელიც გაუცნობიერებლად არა, ცოტა ეხლა უფრო მეტად აი ბოროტ ინფლუენსერებზე ვილაპარაკებ რა. ნაყიდი რო არის პროპაგანდის მიერ შეძენილი ინფლუენსერები არსებობენ, ხო ვიცით ეს კარგად. და ესე იგი, აი ისინი როგორ მოქმედებენ, როგორ გექცევიან შენ როგორც ადამიანს, როგორც ინდივიდს, როგორც სუბიექტს და როგორც მოქალაქეს. და მოდი დავფიქრდეთ რა, ესე იგი ის ადამიანი, რომელსაც სარკეში უყურებ და ეს არის აი ისე ძლიერი მეთოდია ძალიან. შეხედე საკუთარ თავს, რეფლექსიას უწოდებთ ხოლმე ამას, კრიტიკული აზროვნების იმაში ძალიან ცნობილი და ესე სააზროვნო იმაში ფსიქოლოგიაში ძალიან ცნობილი ის არის, ცნება, თვითრეფლექსია. შეხედო საკუთარ თავს, კიდევ ერთხელ გადასინჯო რისი გჯერა და როგორ გაჩნდა ეს მოსაზრება შენში. ეს მოსაზრება ფაქტებს ეფუძნება, არგუმენტებს ეფუძნება, ჯანსაღკამათს ეფუძნება, თუ რაღაც სხვას, თუ ის აბია, რომელზეც ცოტა ხნის წინ ვილაპარაკეთ.